ონში საქართველოს მთავრობის ორგანიზებით წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ონის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა მიმდინარეობს. საბავშვო გასართობი აქტივობები, ასევე ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა. საღამოს იმართება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ნუგზარ კვაშალი, დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, ნუცა ბუზალაძე, დათუ არჩვაძე, მერაბ ვარდოსანიძე, აჩიკო ცანკაშვილი, გიორგი ციკლაური, ჩვენი კვარტეტი, ქართული ხმები და დავით მაზანაშვილის ბენდი მიიღებენ. 19 საათზე ანსამბლ რაჭას მიერ შესრულებული ქართული მრავალჟამიერი სპონზე საზეიმო დაინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. სადღესასწაულო ღონისძიება იმართება თიანეთშიც. ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოწყობილია საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები მიმდინარეობს. გამოფენა გაყიდვა ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. დაგეგმილია საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიაც. საახალწლო პროგრამა 13 საათიდან დაიწყო და დღის ბოლოს კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ღონისძიებები 21 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საახალწლო ღონისძიებები იმართება ზესტაფონში, საგარეჯოსა და სიღნაღშიც. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს დაბა თიანეთში იმართება საახალწლო ღონისძიება. შექმნილია კარგი საახალწლო განწყობა, მოწყობილია სხვადასხვა საგამოფენო სივრცეები, ასევე ფოტოგადაღების სივრცეები, ინსტალაციები. თოვლის პაპა დაურიგებს ბავშვებს, ახალგაზრდებს, საჩუქრებს. მინდა მივულოცო ყველას დამდეგი შობა ახალი წელი. უამრავი ახალგაზრდა და უამრავი ბავშვია თავმოყრილი. 3 საათიდან დაიწყო უკვე აქტივობები. მინდა გითხრათ, რომ ყველა ლოკაციაზე ეს არის მოხატვა თუ კოსტიუმირებული ასე ვთქვათ თამაშები თუ ხატრობა. ძალიან კარგი არის, ყველას მოგწონს ეს განწყობა. ასევე არის გამართული კონცერტი, რომელიც დასკვნილ ფაზაში აინთება ნაძვის ხე. გვიხარია ყველას. საახალწლო განწყობა აონში. ძალიან ვერთობით, კარგი აქტივობები არის დაგეგმილი და საღამოს იგეგმება გალა კონცერტი. ერთმანეთს რომ მიულოცოთ, დამდეგი შობა ახალი წელი. ძალიან ბევრი ბავშვები არიან, მშობლებიან და ჭეკრებილები და ვფიქრობ, რომ ეს ის ადგილია, სადაც ერთმანეთს სიყვარულს, სითბოს გაუზიარებენ.